გამზადისი არის ძალიან ცხელ ფაზაში, ასე ვთქვათ, მოგვიახლოვდა ფესტივალი უკვე თვეზე ნაკლები დარჩა. დავასრულეთ მომხსენებლების, ასე ვთქვათ, შერჩევა, დადასტურება, ახლა პროგრამა მუშავდება, საბოლოო სახეს იღებს. წელს განსაკუთრებული წელი გვაქვს, მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება ჩვენი ფესტივალის და წელს ავედით უკვე 100 მომხსენებელზე და მათ შორის უმრავლესობა 100-ზე მეტი სპიკერი გვყავს სხვადასხვა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორც უკვე აღნიშნეთ, ძალიან მრავალფეროვანია ფორმატების კუთხით. როგორც პანელურ დისკუსიებს, ასევე მასტერკლასებს, ვორქშოპებს მოიცავს. მოკლედ სრული, ასე ვთქვათ, 3 დღე ექნებათ ჩვენს სტუმრებს იმისათვის, რომ ისიამოვნონ, მიიღონ ინსპირაცია, აღმოაჩინონ საინტერესო, მათთვის საინტერესო თემები და საკითხები. ნინუცა, თქვენ ბრძანდებით მომხსენებელიც და წამყვანიც. მოგვიყევით თუ შეიძლება თქვენს როლზე წლევანდელ ფესტივალში. მადლობა პირველ რიგში, მიხარია რომ ამ ფესტივალს ვუთმობთ დროს. არ გავაზიადებთ თუ ვიტყვი რომ მართლა ძალიან დიდი პატივია რომ ვიყო ამ ფესტივალის მეგობარი და ამ არაჩვეულებრივ ორგანიზატორებთან ერთად ვუმასპინძლო ფესტივალის სტუმრებს, დამსწრეებს და ვიყო აი ამ რაღაც 3 დღიანი თავგადასავლის ნაწილი. ეს არის მე ტექნოლოგიების სფეროში მუშაობ და ვფიქრობ რომ დღეს ამ ციფრულ ეპოქაში, სადაც უამრავი ინფორმაცია არის ჩვენს გარშემო და ამ ინფორმაციებიდან უამრავი არის ყალბი, პროპაგანდის თუ ასე ვთქვათ, მოტივირებული ამბების ნაწილი, ძალიან რთულია გამოარჩინოს რეალური ნამდვილი ისტორიები და ეს ფესტივალი არის ეგრეთ წოდებული ნავსაყუდელი, რომ ის შევიკრიბოს და ვილაპარაკოთ რეალურ ნამდვილ ადამიანურ ისტორიებზე და ჩვენ ისევ შევძლოთ რაღაც ერთმანეთს დაუკავშირდეთ და როგორც კეთი თქვა, ეს ფესტივალი ესე ვთქვათ, აერთიანებს ყველას, რადგან ამბებს ყვება ყველა, ეს არის კაცობრიობის თამდევი ამბავი, რომ ჩვენ ეს ამბებით გადავცემთ ერთმანეთს ღირებულებებს, ისტორიებს და სწორედ ამ ფესტივალზე თანაბრად ნახავთ ჟურნალისტსაც, კინორეჟისორსაც, მხატვარსაც, მოცეკვავესაც, აქტივისტსაც, კულინარსაც, ყველა პროფესიის ადამიანს, რომელიც ერთიანდება იმისთვის, რომ ჩვენ ვისაუბროთ იმ ღირებულებებზე და ამბებზე, რომელიც რეალურად ქმნის ჩვენს მომავალს, ჩვენს დღეს ხვალის შემდეგ და ჩვენს ზეგს, როგორც ფესტივალი ამბობს და ჩემთვის ყველაზე საოცარი ამ ფესტივალში არის ის, რომ იმის გარდა რომ მასპინძლობთ უამრავ თემას და სხვადასხვა სცენას და ფორმატს, საბოლოო ჯამში მასპინძლობთ ძალიან ბევრ ადამიანს და ეს ადამიანები მოდიან, როგორც კეთი აღნიშნა, მთელი მსოფლიოდან და რა თქმა უნდა, თან მოაქვთ ეს თავისი ამბები, ისტორიები, ღირებულებები, კულტურული რაღაცა აზრები, ზოგს ტრამვებიც კი და ეს ადამიანების ერთობლიობა მზეგზე იძლევა ყველაზე ჯადოსნურ გამოცდილებას, რომ აი ეს თანაგანცდა რომ ერთ სივრცეში ხარ ამ ადამიანებთან ერთად და თქვა სესიიდან სესიამდე შეიძლება უცებ აღმოჩნდე პატარა თბილისურ ეზოში და ამ დროს იყო სამყაროს ცენტრში არის მგონი ის რისთვისაც ველოდებით სტუმრებს, რომ აი ამ გამოცდილების ნაწილიც იყო მართლა ალბათ ნომერ პირველი ფანი ვარ ამ ფესტივალის, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის 3 დღე, რომელსაც ყოველ წელს ველოდები და მიხარია რომ ესე ვთქვათ როგორც დამსწრე ასევე როგორც წამყვანს და მასპინძელს შემიძლია ამ ფესტივალის მონაწილე ვიყო. კეთი, თქვენ ბრძანეთ რომ მასშტაბი წლიდან წლამდე იზრდება. გარდა მასშტაბისა რა მოიტანა და რა შეცვალა გამოცდილებამ აი ამ წლების განმავლობაში რაც შეიძლება რომ ერთგვარად შეჯამდეს? მთავარი ალბათ ღირებულება ამ ფესტივალის ის არის რომ სხვა მსგავსი ღონისძიებებისგან განსხვავებით, სადაც სპიკერი ცალკეა, ასე ვთქვათ და სტუმარი ცალკე, ეს ფესტივალი აერთიანებს ყველას. ვქმნით რაღაცნაირ გარემოს, სადაც ყველა სტუმარს ფესტივალისას აქვს შესაძლებლობა რომ აი ამ სპიკერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პირადად შეხვდეს და პირადად ესაუბროს სხვადასხვა თემაზე. ეს არის მთავარი ღირებულება ჩვენი ფესტივალის. რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ყოველწლიურად ვამბობთ, რომ ამბებს გადმოვცემთ ყველა ინდუსტრიაში, ხო? ფარავთ ყველა ფაქტობრივად, მართლა მედიიდან დაწყებული, არ ვიცი, კინოინდუსტრიით, ფოტოგრაფიით, დასრულებული ყველა თემაზე გვაქვს ხოლმე თემები, დისკუსიები და ასე შემდეგ. წელს მაგალითად გვაკლდა რაღაც თემები, რომ გადავხედეთ ჩვენ წლების ზეგის ფესტივალს. წელს მაგალითად არქიტექტურა ძალიან აქტიურად იქნება წარმოდგენილი, გვყავს ძალიან საინტერესო არქიტექტორი მოწვეული. კერძოდ არავენა, ასევე ძალიან საინტერესო ფოტოგრაფი, მოკლედ მრავალფეროვანი არის მომხსენებლების კუთხითაც, გვყავს ეკონომიკაზე, მაგალითად არ გქონდა ხშირად თემები, წელს გვყავს სტიგლიცი, რომელიც არის ნობელის პრემიის ლაურეატი ამ დარგში და ძალიან საინტერესო დისკუსიები დაეთმობა ეკონომიკის საკითხებსაც. მოკლედ სრულად ვფარავთ ფაქტობრივად ყველა ინდუსტრიას, ნებისმიერი ადამიანი რა ინტერესის სფეროც არ უნდა ქონდეს ადამიანს, რომ მოვიდეს ეგზე, აუცილებლად აღმოაჩენს მისთვის საინტერესო დისკუსიას, მასტერ
master-class, workshops ან სხვა სახის ფორმატის ღონისძიებას. ნინუცა თქვენი მოხსენება რა შეეხება უფრო კონკრეტულად? ალბათ ბუნებრივი ტექნოლოგიების კუთხით იქნება. აი ჩემი მთავარი როლი არის რომ მთლიანი ფესტივალის მეგზური ვარ ჩვენი დამსწრებისთვის, თუმცა აი იქნება სხვადასხვა სახის შეხვედრები, გასულ წელსაც რაღაც საინტერესო ფორმატში ვისაუბრეთ სოციალური მეწარმეობის კუთხით, ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით და წელსაც ვარაუდობ რომ ეს თემები იქნება წინ წამოწეული, როგორც ეგეთი თქვა, მართლა ყველა თემას ეხება და ყველა ამბავს ეხება და ყოველთვის არის ის რაღაც პატარა ნაპერწკალი, რომელიც შეუძლიათ რომ წამოიღონ ფესტივალიდან და ამიტომ მე უფრო მეტად მოტივირებული ვარ რომ მოვისმინო ამ ადამიანების ისტორია და შთაგონება მეიღო, ვიდრე რომ მე რომ თქვა. არის ასე ვთქვათ, პირველივე წლიდან 2019 წლიდან არის ამ ფესტივალის გული და სული, იმიტომ რომ მთლიან ფესტივალს ასე ვთქვათ მასპინძლობს და უძღვება ნინუცა თანაწამყვანთან ერთად და გამომდინარე იქიდან ნინუცას კარგი გამოცდილება აქვს ტექნოლოგიების კუთხით, როგორც წესი, სწორედ აი ესეთ სახის დისკუსიებში არის ხოლმე ჩართული. კეთი, ორგანიზების თვალსაზრისით მინდა გითხოთ აი ცოტა მეტი დეტალი. როდიდან იწყებთ, როგორ ხდება დაუშვათ მომხსენებლების შერჩევა? რამდენ ხანს გრძელდება ეს? აი დასრულდება ერთი ფესტივალი და როდიდან იწყება მომდევნოს დაგეგმვა? საკმაოდ შრომატევადია ფესტივალზე მუშაობა. როგორც წესი, როდესაც ვასრულებთ ხოლმე ფესტივალს, ერთ თვეს ვისვენებთ და ვიწყებთ უკვე მომდევნო წლისთვის მზადებას. რაც შეეხება როგორ ხდება სტუმრების შერჩევა, ჩვენ ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, ჯაჭვი გვაქვს ჩვენი სტუმრების და სულ არის კითხვა, რომ აი როგორ წვდებით ამ მომხსენებლებს. თანაც ჩვენი პრინციპი ის არის, რომ ჩვენ არასდროს მომხსენებლებს ჰონორარს არ ვუხდით იმისათვის, რომ ჩამოვიდნენ ზეგზე, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვინდა მოვიყვანოთ ისეთი ადამიანები, ვისაც თვითონ აქვს სურვილი, რომ ჩამოვიდეს და გააზიაროს თავის გამოცდილება. დავიწყეთ 2019 წელს 30 სპიკერით და 200-მდე, 250-მდე სტუმრით და იმდენად მომხიბვლელი იყო ჩვენი სტუმრებისთვის ეს ფესტივალი, რომ წლიდან წლამდე ეს ჩვენი მომხსენებლების სია იზრდება სწორედ ამ ჩვენი ყოფილი, ასე ვთქვათ, მომხსენებლების ხარჯზე. და ზუსტად ასე ვაგრძელებთ ხო ყოველ წელს ის სპიკერები, რომელიც გასულ წელს იყვნენ, აუცილებლად მოდიან კიდევ ერთხელ თავისი სურვილით და მოყავთ საინტერესო სპიკერები. ეს არის ასე ვთქვათ ჩვენი პრინციპი, ჩვენი ჯაჭვი, დიდი ასე ვთქვათ წრე, რომელიც შეიკრა ამ წლების განმავლობაში და აი ამ გზით ვაგრძელებთ ასე ვთქვათ სვლას, რომ იმდენად იხიბლებიან თვითონ სპიკერები, რომ ყოველთვის უწევენ რეკომენდაციას სხვადასხვა მომხსენებლებს, რომ შემოგვიერთდნენ ზეგზე. აქაც აი რატო არის თვითონ მომხსენებლებისთვის და სპიკერებისთვის საინტერესო, რომ გადავხედოთ ხომ სოფლიო კონფერენციებს და ასეთი მსგავს ღონისძიებებს, როგორც წესი რაღაც კინოინდუსტრიის წარმომადგენლები კინოფესტივალებზე იკრიბებიან, მედიცინის წარმომადგენლები რაღაც სამეცნიერო მედიცინის კონფერენციებზე. ეს ფესტივალი მომხსენებლებსაც და სპიკერებსაც აძლევს საშუალებას, რომ თვითონაც გაიცნონ ძალიან საინტერესო სპიკერები სულ სხვა ინდუსტრიებიდან და ძალიან საინტერესოს ხდის ეს მათთვის მონაწილეობას. ნინუცა, აი პირადად თქვენთვის რა არის ის მთავარი იდეა, რომელიც ამ წლების განმავლობაში უცვლელი დარჩა ფესტივალთან დაკავშირებით? აი რა იდეას ემსახურებით ამ ფესტივალში ჩართულობით? როგორც მსმენელიც და როგორც თანამონაწილეც. იცი, აი როგორც აღნიშნეთ, ჩემთვის ეს ფესტივალი არის შეხსენება ადამიანური ისტორიების და იმ ღირებულებების, რომელიც მართლა ქმნის ამ ჩვენს საერთო მომავალს და ზეგზე მოისმენთ ძალიან კრიტიკულ თემებზეც საუბარს, რომელიც პოლიტიკას, სოციალურ მდგომარეობას, ეკონომიკას ეხება და ასევე მიიღებთ შთაგონებას ხელოვნებაზე, კულტურაზე, სპორტზე, მართლა ყველაფერს მოიცავს და ალბათ ეს არის მთავარი ღირებულება, რომ ემსახურება ადამიანებს, ასე ვთქვათ, ზეგი და ადამიანების და კაცობრიობის ურთიერთობას იმ გარემოსთან, რომელშიც ჩვენ ვართ და ეს ამბის თხრობა ერთი მხრივ ჩანს როგორც მარტივი საქმე, თუმცა ეს არის ასევე ხელოვნება და აი ამ ფესტივალზე სწორედ ეს გახსენდება, რომ ეს ამბის თხრობა, რომელიც იწყება ბავშვობაში ზღაპრის მოსმენიდან და დღეს შეიძლება კინო რეჟისორს უსმენდე, აი ეს ჯაჭვი იკვრება ზეგზე და მართლა ჩემთვის ძალიან გამორჩეული ფესტივალი არა იმიტომ რომ ჩართული ვარ, ნამდვილად გამოარჩევს სხვა კონფერენციებისგან სწორედ ეს ადამიანური კავშირები და დღეს ასე ვთქვათ მყალბ ინფორმაციის ფონზე, რასაც ჩვენ ვიღებთ რაღაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მულტიმედიის ფონზე, აი ეს ადამიანობა ვფიქრობ არის ის, რაც ზეგს ქმნის ყველაზე ღირებულს როგორც დამსწრისთვის, ასევე მომხსენებლისთვის.